ვაიმე მადლობა დიდი. ამის რეზო უარად. რეზო. ახლა ვარ თუშეთში, ხომალოში და ჩემ მეგობარს ვილაპარაკებ. ეხლა ისეთი რაღაცა. YouTube-ს რატო არ აკეთებ? ადექი და გააკეთე. ხო და საბუთ. დავიღვიძე და უნდა გაჩვენოთ როგორი ხედები მხდება დილით. მივდივარ შენაქოში და დიკლოში და ნახოთ ციხე. მე მგონი გავცივდი. ჩემი საყვარელი ბაჩები გავაწუწყიანე რა წმინდა. და როგორი ვარდისფერია ცეხედეთ. აი მე ამასობაში აქ ჩემთან ვინ მოისივლა. მივეპაროთ. ცხენზე ნადირობა. ეს არის მამა ჩემის ნაქონის აძილე, რომელიც ქონდა ჯარში. რაღაცნაირია სასიამოვნოა რა მის საძილეში ძინავს. თუ გზად მანქანა არ შემხვდა, მაშინ დაახლოებით საათნახევარი დამჭირდება ფეხით რომ მივიდე. მივდივარ შენაქონდე. და ის აქ თქვენგვედერო ვინც არის ვართანაკურსებელი. ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ანტონი გულუხაიძე თუშიკაში. შენაქოელი. გარდაიცვალა ეს კაცი ადრე. ვერა ვერ ამოვლი ამ თუჩეში და მისი სამშობლო ვერ ავნახე რა. მისი სასტანდობარი აქ დაუჭირდა. აბა ვიგითხოთ ახლა სტეფანიჩი ვიქტორა და ისა ვიგი. რეზო უარადი ახლა. რეზო. გულუხაიძეები აქ არა. უხლარი ვინმე ხა იმათ სახლი იცით. ჩანგრეულია ავე ის არის აგე. ამოვედით შენაქოში, ცოტა ხანი გავჩერდით. დასანანია რომ ვერ იპოვეს გარდაცვლილი მეგობრის ოჯახი, მაგრამ იმით ბედნიერები რომ თუშეთის მონახულება მაინც შეძლეს, ვაგრძელებდით გზას. აი ეგედა როგორც აი მანქანა. აი ეგრე გამოვიდა დათვი და ავტომატურად ხელში მეჭირა საერთოდ დამავიწყდა. ეს როლე ვერც ეს როლე და რო გავარდა ისევ წამოვიდა უკვე ჩემგან უკვე სისრაფით და მეც გავიქნი ხელი ეს ავტომატი გადავაგდე დევესვის პუსკზე. დათვი მოკლეს და მე მეგონა მოგდევსო და აბა უმატე ეს პუსკზე. ნახვამდის. მოვედით დიკლოში. ეხლა უნდა ავიღოთ საშვი, რომ ავიდეთ ციხეებზე. მესაზღვრეები მეუბნებიან ჩანთა დატყვეო აი აქ ბალახებში და არ წაიღო თანო. ხო და იმედია ჩანთის გარეშე არ დარჩები ხალხო, ცუდი გამოცდილება მაქვს ჩანთობის. ცოტა დრო დავხარჯე 20 წუთი, იმიტომ რომ ცხენით ამიყვანეს ბიჭებმა და მიჯიგრეს. ამიტომ ისევ ომალოში დავბრუნდები, რადგან წინ წავიგდო საქმე. ხვანდელი სოფლები იქით გავლით უნდა გავიარო და ბრუნდები ომალოში, ვნახოთ. იმედია ვიღაცა გაივლის იქით და გამიყოლებს. ნაბიჯი გადავდგი და უკვე მანქანას ვხედავ. აუ ნეტა გამიყოლო. გამარჯობა. საით მიდიხართ? აუ შეიძლება გამოყვეთ. უღრმესი მადლობა. ძალიან გამიმართლა რომ შემხვდით და თან ომალოში პირდაპირ. ომალოში ვიდეო? კი. ხვალ მინდა დართლოში წასვლა და ვიფიქრე რომ ჯობია ომალოდან გავაგრძელო და აქ არ დავრჩა. გზაში საუბრისას აღმოჩნდა, რომ დართლოში არც თავად იყო ნამყოფი და გადავწყვიტეთ ამოსულიყო. ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ დღეს არც მეგონა თუ ომალოში დაბრუნებას მოვასწრებდი, მაგრამ დაბრუნება კი არა, დართლოში ჩამოსვლას მოვასწარიანო.
ძალიან წინ წავიგდე საქმე და ჯერ 4 საათია. აქედან ყვავლოში ასვლა გადავწყვიტე, მაგრამ აქ დაიწყო ემოცია. ქვევით არ ჩავა შანსი არ არის. 900 მეტრი დამჭა. 700 მეტრი დამჭა. შეიძლება. დამიწერე შენი აზრით. ავალ თუ ვერავ. აღარ შემიძლია. ამოვედი. ესეც ყვავლო. ჩემი ოთახიც დაგათვალიერებინოთ. ეს არის ოთახი. ეს არის ხედი. დილის 7 საათია. დავლებე ხაყავს და გავაგრძელებ გზას. ცოტა ცუდად გვგრძნობ თავს ჯანმრთელობის კუთხით, იმიტომ რომ გავცივდი. მე კარავში არ მოვუარე თავს. იცით ჩემი ჩანთა. დილამშვიდობის. ესეც ჩემი guest house-ი, სადაც დარჩი გუშინ. საოცარი ადგილი იყო, იქიდან ხედებით საოცარი იყო. აი იქ ნამდვილად ღირს დარჩენა და რაც ყველაზე მთავარია, კაცზე ღირს 40 ლარი. გზად სულ ასეთი კოშკები გვხვდება. ან ნანგრევები. ეხა იქითაც გაგახედოთ რა სილამაზეა. და ეხლა ხანს გავწდით სოფელს დანო და ვაგრძელებთ გზას. ცოტა საფრთხილო გზაა, მეგობრებო. ამიტომ მარტო ნუივით. ანუ ეს არ არის კარგი მაგალითი. გითხრა რომ მოძცხენია. ეხა ამ ადგილს რა ქვია? როგორ? დანოს ჭალა. აჰა. ეს რა ლამაზი სახლია ნახეთ. ეს სოფელი ჭეშუა, სადაც ძალიან მალე შემხვდა მანქანა. No? Oh. Sleeping in Omalo and now we're going to the coffee bar Okay. and coming back to Diklo. Okay. So you have not been in Diklo yet. No. Do you like Tusheti? Yeah, we like it very much. Everywhere has the Mexican potato. Because it's tasty. Funny because I've been in Mexico and I don't have Mexican food. ერთი ოჯახი რჩება ჭეშოში ზამთარში? ორი ოჯახი. ორი. ვაუ. და თავს როგორ ირჩენენ? ყველაფერი იქიდან მოაქვს რა, საქონლისთვის საკვებს აქ ამზადებენ და დანარჩენი თავისთვის ყველაფერი იქიდან. ერთი კარტოფილი მოდის აქ ნორმალური რა. დანარჩენი პროდუქტი ყველაფერი მოდის შემოაქვს კახეთიდან. ჩამოვედი ფარსმაში. გამოველაპარაკე ადგილობრივებს და გირევში სანამ გადავალ. ესე მითხრეს რომ რადგან აქ უნდა დარჩეო, ჩანთა დაგვიტოვეო, გადადიო ნახისოფელი და გადმოდი უკანო. ესე ბედნიერად დავრჩი ჩანთის გარეშე, ჩამოვედი გირევში. და დავფიქრდი, ეხა აქედან შატილში ხوار გადავიდე თქო. ადგილობრივებს გამოვკითხავ, რამდენად შევძლებ. 51 კილომეტრია და აქედან შატილში გადასვლა ძალიან მომხიბლელად ჟღერს ჩემთვის. მეძახის გადმოდიო. აუ რა უნდა გკითხოთ, აქედან შატილში გადასვლა. ნებართვა ჭირდება თუ როგორ? და სად უნდა აიღო საშუალო? აი დავინახე. მადლობა. გადავწყვიტე. გადავდივარ შატილში. ავიღე ნებართვა. ეხა მესაზღვრეებთან ვიყავი.
და გავდივარ 51 კილომეტრს. ჩავდივარ ისევ უკან. ჩანთა უნდა ავიღო, იმიტომ რომ იქ დავტოვე და არ ვგეგმავდი აქ გადასვლას. და მოვედი ახალი გადაწყვეტილებებით. საშვი ავიღე ახლა ხანს. და გადავწყვიტე რომ უნდა წავიდე თუშეთში. თუშეთში თუ ხევსურეთში? ხო. ხევსურეთში. თუშეთში მეთქი. ისეთი დამნეულია შატილში. ნახვამდის და დიდი მადლობა. არაფერს, კარგი ფიქრია, კარგი მგზავრობა. მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა. მადლობა. ის გამოვაჩინოთ ჩვენი guest house-ი. სადაც ჩამოვიდნენ დასასვენებლად. ნახვამდის. ძალიან გამიმართლა. იმიტომ რომ სპონტანურად დღეს გადავწყვიტე რომ მივდივარ შატილში და ჩანთა მქონდა აქ დატოვებული და ამ ოჯახმა ჯერ ხო დამაპურა შორგზაზე მიდიხარო. მე საჭმელი გამომატანა საგზალი. ფული არაფერში არ გავამართვა. ანუ ძალიან კეთილი ხალხია მთაში. რადგან ეს გადაწყვეტილება სპონტანური იყო. არავინ არ იცის აქეთ რომ მოვდივარ გარდა იმ ოჯახისა, ვინც ამ სოფელში დამხვდა და ვინც გამომაცილა და ვინც საგზალი გამომატანა. ხო და ვცდილობდი დიაჩემს დავკონტაქტებოდი ვიდეოებით სოციალურ ქსელებში ამ მეტურთან. მაგრამ მაინც და მაინც დღეს რაღაცა ჭირდა ამ ინტერნეტს სოფლებში და ვერაფრით ვერ გამოვედი კონტაქტზე. ამიტომ და მაპატია თუ განერვებული. მართლა ვეცადე მომეწერა. არ ვიცი, მთელი დღე იქ ვეჯექი, რომ იქნებ როგორღაც 2 წამით ინტერნეტი დამეჭირა, ტელეფონის საერთოდ არ იჭერს ნულზე. და არ ველოდი, იმიტომ რომ ადგილობრივი მომითხრეს, რომ ინტერნეტი იქნებოდა აქ. ხო და იმედი არ ნერვიულობთ, ახლა ერთადერთი რაღაც გავა. ეგ არის, რომ თავი არ ნერვიულობთ. ხედები მაქვს საოცარი. სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან კოშკებია. ძალიან მესია. მალე ვიყავე და ცოტა ხანი შეშემოდი. ეს არის ნასახლარი, ჭამჩია და აქ ჯიპით ვერ ამოხვა. ან ფეხით, ან ცხენების ტური შეგიძლია კიდევ აიღო. ყველაზე მეტად იცით რა მინდა? აი ოჯახი, რომელმაც ესე თბილად გამიმიშვა, რომელმაც მაჭარმამშიერი იქნებიო, რომელმაც საჭმელი გამიმატანა, დამარიგა, შატილამდე როგორ მივსულიყავი. აი ძალიან მინდა მაგ ოჯახს რაღაცა დიდი სიკეთე გაუკეთოთ და კომპანიებს ეხება ეს. ძალიან გთხოვთ დამიკავშირდით თუ ვინმეს რამით შეუძლია ასიამოვნოს. გამარჯობა. თქვენ ლევანი ხართ? ლევანი ხო არ ხართ? ლევანო. დიახ. ლევანო. არ არის აქ. მე მივდივარ შატილში. მე მივდივარ შატილში. და მითხრეს რომ აქ ამოსულიყავი ამ ადგილას და ერთი ღამე გამეთენებინე. გვიან ამოვედი და ხვალ დილიდან რომ გავაგრძელო გზა. აბა, пойдёмте туда это. მე კარავი მაქვს და შემიძლია აქ გავშალო. უბრალოდ ახლოს ვიქნები და თუ რამე Ара, там ადგილი есть спать. Я тито тавада ერთი. Я გარეთ ერასპი. ხო, მაგრამ გარეთ არც ივა გარეთ? არა ქსივა. მეც ჩანთა ავიღო? რჩები აი აქ მეცხვარეების კოტეჯში. თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში. და გათვალიერებინოთ ჩემი სასტუმრო. All inclusive. და აი ის საუკეთესო მომენტი. როცა შეგიძლია ჭამო.
ბილი-ძილი ნანების დროა. დილამშვიდობის დილის 6-ის ნახევარია. ჩავაგდებით ახლა და გავაგრძელოთ გზა. დღეისთვის დაგვრჩა 11 კილომეტრი, რაც იქნება 6 საათის გზა. ფოტოშორის თუშეთის აქვს კარგი, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება წყალი და წყურვილით არ მოკვდება. გამოვიწვა მეთქვა, მეცხრა რომ მაჩუქა ყველი. მგონი ეს ყავილებია, თუ სწორად ვიცი, დამწრობას რომ იწვევს. დამწერეთ მეგობრებო, ეს ყავილია თუ არა. მე ვუმისმენთ, რომ ეს უნდა აღიარო. ანუ სად ამოვედით უმჯეროდეს? ხელი დამისურდა მეგობრებო. არ ვიცი რა ხდება, იმედია მშვიდობა მაქვს. ბოლომდე თუ მივალ და არ დამებდები, დამპირდი რა დამახმალავებ და ჩემი გვერდს გამოიწევ. ჭამის დრო მაქვს. უნდა შევჭამო. ჩამა. ესე იგი თუშეთშიც მიცნეს, ხო? აწუნთის უღელტეხილამდე დამხდა ისეთი უმეტესი კოტეჯი, სადაც შემოთავაზეს დარჩენა და ასევე ხვალდილით გავაგრძელებ გზას ცხენით, გადავიდეთ უღელტეხილს და შემდეგ უკვე ფეხით გავაგრძელებ გზას. მაგრამ რა მაინტერესებს ახლა თქვენ თუ წარმოიდგენდით, რომ თუშეთში ჩამოვიდოდი და სალათას გაგიმზადებდით, აკაცო რა ამხელა ინფლუენსერი ხალი. კოტორი, მე როგორც ვიცი, არის კარტოფილი და ყველი, ხო? ანუ ხაჭაპური ოღონდ კარტოფილიც აქვს, ხო? ხაჭოთიც კეთდება. ხაჭოთიც კეთდება, ხაჭოზე გიждები. შურა კონიაკი გავა. შენ რა გინდა იმაღმარზე ვეღარ ავიდე? ყველა მაინც ცხენზე უნდა შეჭიდე და წამოხვიდე და. პახველია და ცხენზე უნდა დავждე მე. პახველიო არის რამდენი გინა და ლივოქში არის. ჰაერმა არიცის? მე თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე როგორ ვინარჩუნებ იცით ახალგაზრდა. ეს მასწავლა ბებია ჩემმა. არა, ეს არსებობს. კიტრს რო თლიდა. აბრაამ. არ უნდა გადააყვა. მეგობრებო, გავხსენით ცხენების სალონი. მეორედ. თუ გირათ რომ გაალამაზოთ თქვენი ცხენი, მოიყვანეთ ჩემი. როგორ გქცევთ? შვენიერი. და კარგი. უკაცრავად თქვენ იშვიათად დადიხართ ხო სალონში? ძალიან ცუდ მდგომარეობაში გაქვს ცხენები. ამას მიხედვა ჭირდება ჩემო კარგო, ეხა მე რა გიშველო. ფრჩხილებსაც იკეთებს. ჩვენი მაყურებელს ფრჩხილებსაც რა იკეთებს? შილაკს. შლაკს. შილაკს. ვარიანე ასენი. ზან. მივდივართ ახლა სამუშაოდ. დილამშვიდობის ჯერ კიდევ თუშეთში მაგრამ მოხლებმა გდასებული ხელით ჭირდება ვინდა ჩვენი ყოჩაღი ბიჭი ეს დაგვეხმარება დღეს რომ გავიაროთ ლა ეს გზა რამე უკან არ გადმოვალ ნახეთ რა სევდიანია წემსის და მიდიოდა თბილისში და ეს ბიჭი მოდიოდა მთაში შეცდომით ღორის ჯიგარი წამოიღო ამ ბიჭმა რომელიც დასუნდა წაიღო თბილისში და ხო რა იმან რაღაც საჭმელები გაცვალეს შემთხვევით
და კაროჩე რაც ის ჯიგარი რომელიც ხენსაც ეკიდა ერთი სალოცავია ხითანა სათემო სალოცავია იმ სალოცავთან ეს ცხენი ვერ მიიყვანეს ოღონდ არ იცოდნენ თუ იმას ეგეკიდა ამათმა არ იცოდნენ და ცხენი ვერ მიიყვანეს იქ ახლოში ესეთი რაღაცა მოხდა კაროჩე ღორი არ უყვართ არც თუ შეგ არ უყვართ არა ყავს და არ ყოლიობ და არ ავჭამ აქ თაში ანუ მაგალათს ეხო გეუბნებოდი რომ თუ მზის ჩასვლამდე შემოვიდა სანაწუდის შიგნით დაიჭერენ ჩამოკიდებენ ფეხებით და მე გამოსასყიდი მოაქვთ რომ ეს მაგალათი გამოიცა მაგალათი არის ოჯახის დამხმარე ხო ვინც ეხმარება ოჯახს კი იმ ნათეს დამხმარე და ესე იგი არ აქვს უფლება რომ სახლში შევიდეს მზის ჩასვლამდე მზის ჩასვლამდე ანუ ეს უნდა მუშაობდეს მზის ჩასვლამდე და ეს მოიაზრება ამას თავი საქმეა და ხის ხმალი უჭერია ხელში და აკონტროლებს სიტუაციას აგი თაფუნებს თუ არაფერი დააშავა ხო რა სოფელში ისე რომ სიტუაცია ჭრილობას არ მოგაყენებს შეიძლება დაგალურჯოს იდგებიან მზის სამოსვლამდე გადიან ხევში და განწმენ და ხქვია მაგას ხევში ბანაობენ ვახიდის წყალთან დამაყენეს ყინულების წყალია მარეცხინებენ არ მინდა აი გაუყოლი და აღარ მიშვენ სახლში თან ნახე როგორ დასიებული ხელი აი დრამა დავდგი ესეთი სანაჯური ვიპოვე კოტეჯში Dare to hike Caucasus ვაიმე რამ ხელა თავი გაქვს მემზადებით გასასვლელად ესეთი ფუსფუსი მიდის ჩვენთან პირველ დღეს რო ამოხვედი დილის საათებში აქ და ნუ ადამიანები დაგხვდნენ 10-ზე უკვე აქ ვიყავი და დაშ სხვა ადამიანებიც ანახა ჩემი გამომწერები 10 დღეს გადავივლით ცხენებით მოძრაობის წესებს არ ღვევ მეგობარო ეს უყურე გავერთე კამერის გადაღებაში და გამითამამდა აი ბურუსიანი ამბი იყო და აქ რო ჩამოვედით უკვე ამ დილით ცოტა ბურუსმა აიყარა და გავხედე და აი იყო რავი ალბათ 40-60 სული ჯიხი ვაუ დაანახე ზოტაც და ავედით მიდი აჩ ესე საწყოთა პას იმედი მაქვს ჩანს ზევით რა ხდება კეცეული თუ კოტორი და რა განსხვავება? არაფერი სახელები აქვს სხვადასხვა, უბრალოდ ორივე კოტორია. მეტი არ არის განსხვავება. აგი ფერი, გემო, გამზადება? კეთესია გოჩა, იმიტომ მოდის აქ. არა, მაგას უბრალოდ ხევსურეთში ეძახიან კეცეულს და თუშეთში კოტორს. ეხლა და ლუძეც მათანში ხაჭაპურს ვეძახ. ლუძე რას გვეტყვით? ლუდია ძალიან სასწაული, ესეთი ლუდი რავი, აქამდე ეს ხევსურეთის 10 ლუძე. წლის წინ ამახტალეული ესეთი. პატარა ნაბიჯები დადიხარ, იმიტომ გეძებს ამდენი ხალხი. ეობაშიც მოდები, ინკაზე მოდები. ხალხიც აღარ მომზებლის. კეცეულსაც ჭამდა იმასაც რა ქვია, აუმასაც. მაგ გამომწერებსაც უთხარი რომ თქვენ სადღეგრძელოსაც ვავდაო ვინც ჩვენ გამო უბრალოდ ვისაც სამ დღეში ერთხელ გავახსენდებითო ყველა ესეთ გამო თქვენ შეწუხდები ანუ ყველას გაუმარჯოსო და 24 საათში ვარ თქვენ 16000 გამომწერს გაუმარჯოსო მადლობა გამრავლებული იყოს გამრავლებული იყოს 100,000-მდე ისე გამრავლდნენ როგორც ზღვაში ხეირი რა თქვენ აუეჭველი ხერი ხო არ გინდა კაცო იყვნენ გამრავლდნენ და იყვნენ და იცხოვრონ და ბედნიერები იყვნენ რა თქმა უნდა ბედნიერები იყო გაუმარჯოს ვინ ჩვენზე შესუხდება არა აქვს მნიშვნელობა მეზობელი იქნება გამომწერი იქნება თუ ყიტანელი იქნება თუ რა ვინც იქნება ბაყილონელი არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ ვინ ჩვენზე ცოტათი მაინც შესუხდება ყველას გაუმარჯოს
აი, ქვეყანაში იყარა გას კინაღამ. მაგრამ მე როცა აქ ვარ, უთხარი რომ ნურაფრისანო შეეშინდებოდა. თუ დუშეთიდან მოდიხართ ხევსურეთში და არა გაქვთ კომპასი, არც გჭირდებათ. კეცეულის სუნი მოგიყვანთ აქ. და სადღაც ჭამოთ ეს კეცეული. ძალიზალოსთან ხიდოტანზე. მეოთხე დღე გზაში. ეხლა ვარ ხიდოტანზე. დილის 6-ის ნახევარია. გავიღვიძეთ, ჩავლაგდებით და დღეს უკვე ვიქნებით შატილში. დილით რო იღვიძებ და აესხედები გვხვდება. ესეც ხომ ჭალა? სადაც მე მასწავლეს, ეხლა უნდა მივაკითხო. ეხლა მიცოში ავირბინოს კოშკებზე. და შემდეგ უკვე ჩამოვართ და შატილსკენ გავაგზავნოთ გზა. ნელ-ნელა მე მგონი მიდის რესტავრაცია აქაურობის და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. იმიტომ რომ ნელ-ნელა ჩამოსვლის პირას არის ეს კოშკები და უნდა გავფრთხილდეთ. თუშეთშიც ბევრგან იყო მსგავსი სიტუაცია და იქაც მისახედია რამდენიმე კოშკი. დან დან დარარან დან დადადან დან დან დარარან დან დარარან დრაკარის ცოტათი სევდიანია ჩემთვის აქ ყოფნა, იმიტომ რომ ადრე აქ 5 კაცი ვიყავით. ამოსულები 3 ძალიან სასიამოვნო დღე გავატარეთ. მაგრამ დღეს მხოლოდ მარგარეტის ნახვა შევძალე. ხო. რა ქვია ამ დღეობას? ათენგენობა. ხევსურული ვუდი ამ დღეს იფარშება. სხვა შერის გავს ძალიან თუშეთშიც ეხა იწყება დღესასწაულები და იქაც ლუდს ხარშავენ. მაგრამ განსხვავება რაც ნახე, იქ ტკბილია წვენივით არის. ხო, და აქ უფრო ლუდის გემო აქვს. იგი ხევსურული ლუდი. გემრიელია ძალიან. მაგრამ როგორც მითხარი, იქნება უფრო მეტი გრადუსია ხა ამას. შატილში ვარ ფეხით ჩასასვლელი გავირბენ, ხო? თუ გინდა რომ გავაკეთე, ვაი. უნდა ჩამოსვიდე ხევსურეთში, მოიწონო. ვაი, მე მადლობა დიდი. ჩემთვისაც ძალიან იწვალე. ვაიმე. სადამდეს თვალისწვევა. ვაიმე. მადლობა დიდი. გაიგე ისვერი არის. გაიხედე საბრალო. ნის ხედავ. მანდ ისვერი ხო. წყალობა მორცით. წყალობა ხალხი. შენ ტკბილო, მიდი, ჩვენთან ჯერ სტუმარია და მე ჩვენ. ცხვრის მწვადი გავსინჯე პირველად და ეს ყოფილა უგემრიელესი. არა, ძალიან გემრიელია. და აქამდე არ მესხა? არა. ცოტა გესხა. ელენეს გაუმარჯოს. მარგარეტ, ისევ და ისევ ელენეს გაუმარჯოს, რომ მოვიდა დაგვაფასა. პატევი გცა ჩვენ სტუმარს, რა თქმა უნდა, სტუმარ მასპინძლობის გარდა. ხევსურებისთვის პირველი იყო სტუმარი. სტუმარ მასპინძლობა, კი, რა თქმა უნდა, ეგ ტრადიცია გვაქვს, მოგდევს ჩვენ. ელენე. შენ დაგლოცავ, შენ გაგიმარჯოს. მაგიტო დაიმსახურე ჩემ თვალში, დიდი, ძალიან დიდი პატივი. მადლობა. კარგი ბიჭი ყავს.
Good boy. Recommendation. Of course. იმედი მაქვს რომ ძალიან კარგად დაგამახსოვრდები. მეც და ჩემიც ბიძაშვილი ირაკლიც, რომელსაც რეკომენდაციას წარშეკრული. ყოველ წელს ამოდი ხოლმე თუ გესლება, მე გაგიგებინებ. კაი. მადლობა დიდი. ჩვენთვის პაჭირია. წითელი. წითელი შეიძლება ვერ იყო, მაგრამ მადლობა. რეკომენდაცია. რაც არის ეგარი. მე იჯი მუსო. ხოხოდი სადი არა გურილების გულისთვის. საიდან ამოუყარა? ავიდან დაბლა იყავი ჭალაშასული. ბორჩაშვილები ქისტები ამოსულა და ამოუყანიათ 8 წლის ბავშვი მუნჯი. როცა მოიყვანეს ბონიშალაში, ნათლიაჩები მახსოვსო, თურმე მოლას უთქვამს, რომ მაგიტო ვერ ლაპარაკობს ბავშვი, რომ თავარანგელოზის საროცავი ხო არის და თავარანგელოზის გამიზეზებს ბავშვი და მიიყვანეთ იმ საროცავში რა. მუსულმანებს უთხრა მოლა, მაგრამ ეს მუსულმანები ის გვარია, რომლებიც ჩვენ საროცავში ამოდიან და კრავენ საკლავს და საკლავი დაიკლაო ნათლია მოყვა დღეს და მეორე დღეს ის ბავშვი ხაცბულცად კი ხაცბულს ეძახიან ეს ისე ლაპარაკობდა. ისე რომ ლაპარაკობდა, მაგრამ ლაპარაკი დაიწყო ბავშვმა მეორე დღეს და ჟუანტელმა ადამიანს. ისე რომ ვინც ამ საროცავში წმინდით ამოყვებით დღევანდელი დღეს, ვინც რელიგიის მიმართულებით ამოყვებით და სულში წმენა გაქვთ, იმ ხალხს გაგიმარჯვოთ მე. ალახის გამოვადა ცხენების კარული. ასე არ გამიშვა მიცუნდა. გუშინ დავჭი მიცოში. ეს იყო ხო ადრე ალბათ ეს სახლები იყო. აქ ოტო ცხოვრობდა ვიზიჩი. აი ეს კედლები რჩას ჩვენი იყო იგას დაი. აქ დავდიოდით სკოლაში. თუშეთი ნახევსურეთამდე გზა ბევრად მეტია ჩემთვის, ვიდრე უბრალოდ კილომეტრები. მთები გაჩვენებენ ვინ ხარ სინამდვილეში. ეს გზა არ არის გაქცევა, ეს დაბრუნებაა. იქ, სადაც ბუნებაც და ადამიანიც გულწრფელია. მარტო დავიწყე ეს გზა, მაგრამ მარტო არ დავრჩენილ ვარ. ადამიანებთან ბევრი არ გჭირდება. მზერაც ლაპარაკობს, ღიმილიც. აქ გულწრფელობა რჩება, თავარენად. რატო ვიტირე?